მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მაღაროელებს მოუწოდებს არავითარ შემთხვევაში არ მოაწერონ ხელი გათავისუფლების განცხადებას, რადგან შეტანილი აქვთ სარჩელი უკანონო რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. დღეს უკვე გაცხადდა სოჭკის შეფარული ნიღაბი გამოაშკარავდა დაგირეკავთ. ხო იყო წვეთში რომ დაგირეკავთ. გათავისუფლებული კი ხართ, მაგრამ დაგირეკავთ და აღგადგენთ სამსახურში. დღეიდან აღარავინ აღარ დაგირეკავთ, ვინც არ დასაქმებულ ხართ, რადგან უკვე დღეიდან დაიწყეს კომპენსაციის გაცემის საკითხი. იბარებენ ადამიანებს, დიახ, დაახლოებით 2000 ადამიანი ყავთ გეგმაში, 3620 ადამიანიდან ხო დაასაქმეს მაქსიმუმ 1400-1500 ადამიანი. ამ 1500 ადამიანიდან სადღაც 600-700 ისევე სამეთაურო რგოლი არის, რო იცოდეთ. არავინ არ გაუთავისუფლებიათ. კი ამბობენ, რომ ხელფასები შეუმცირეთო, მაგრამ ალბათ 20000 ლარის შემცირებული ხელფასი 17-18000-ზე ჩამოვა და დიდად მაინც არ შეაწუხებთ მაგათ. ჩვენ ვიკითხოთ მუშათა კლასმა და გაჭირვებულმა ფენამტორებ. მაგათ რა შეაწუხებთ? ამერებითაც ისრიალებენ და დასასვენებლათაც სწავლენ ძალიან ხშირად. ხო და ალბათ გიჩნდებათ კითხვა კომპენსაციიდან ფინანსდებიან. დიახ, ღია კარიერული გადათხრა რაც იმათი ოცნება არის, ღია კარიერული გადათხრებით მარტივად მოიპოვებენ მანგანუმს და ასე ირიგებენ ხელფასებს. ასე ირიგებენ იმ ფინანსურ საშუალებებს, რაც დაჭირდებათ და რამდენის დაჭირდებათ. და ის მუშათა კლასი, რომელმაც ჭიათურა უნდა შეინახოს და ჭიათურა უნდა გადაარჩინოს ფინანსური კატასტროფისგან, ეს უკვე აღარ ადარდებს მათ და სწორედ ის 2000 ადამიანი ალბათ გახდება იძულებული, რომ წავიდეს დატოვოს ქალაქით, დატოვოს ქვეყანას და თავისი ოჯახი სხვა ქვეყნიდან ან სხვა ქალაქიდან არჩინოს, ან საერთოდ წაიყვანოს და იქ არჩინოს, სადაც თვითონ იმუშავებს და იცხოვრებს. ეხლა დაუბრუნდეთ ისევ ამ რეორგანიზაციის შედეგად კომპენსაციის საკითხს. ესე იგი, ძალიან მარტივი მოცემულობა არის, ასეთ მარტივ მოცემულობას მეც არ ველოდი, გითხრათ სიმართლე. ანუ აპრილის 27-მდე არსებული 60%-იანი დავალიანება, რაც გააჩნია კომპანიას და უკვე ყოფილ დასაქმებულებთან, ზოგისთვის მარტის და აპრილისთვის 60%-ია, ზოგის შემთხვევაში მხოლოდ აპრილისთვის 60%-ია. ესე იგი, რა სთავაზობს ახლა? სთავაზობს აპრილის 27 რიცხვამდე არსებული 60%-ის განაღდებას და შემდეგ ერთი თვის კომპენსაციას, ერთი თვის ხელფას, ანუ 100%-იან ხელფას. და ასევე შეგულება რამდენი თვის უწევს გააჩნია, რამდენი თვიდან ამონაკლები, ზოგს უწევს მაგალითად შარშან თუ იყო გასული პირობითად უწევდა სექტემბრის თვეში შეგულება, ალბათ იქნება სექტემბრიდან აგერ აპრილამდე რამდენი თვეც არის იმის შესაბამისი პროცენტული ანაზღაურება, ზოგს 5 თვის შეგულების ამონარიდი უწევს. მოკლედ რო გითხრათ, ორთვიანი კომპენსაცია მარტის და აპრილის თვე რომ მოუწია დასაქმებულს, ზედ დამატებული კომპენსაცია და ზედ დამატებული 8-თვიანი საშუალებო ანაზღაურების ამონაკლები მოუწია 3000-მა ლარმა დაახლოებით. ეხლა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ იმ ადამიანებმა განსაკუთრებით, ვინც 20, 25, 30 და ზოგი შემთხვევაში 40 წელი გაქვთ ნამსახურები, ემსახურეთ ამ კომპანიას, ემსახურეთ ამ ქვეყანას თქვენი ყოველთვიური შემოსავლების გადახდით და ასე მარტივად, როგორც სახელმწიფო, ასევე კომპანია დაგიქნევთ ხელს ერთი თვის კომპენსაციით და საერთო ჯამი იქნება ამის 3000 ლარი, ყველაზე მაქსიმუმ 4-მდე მაქსიმუმია ის რომ მივიდეს. აი ასეთი უსინდისობა არ და ამას ვამბობდით ჩვენ, რომ არ უნდა მოგეწერათ ხელი იმ უკანონო რეორგანიზაციაზე. ეს არის ძალიან ცუდი, თუმცა გამოსავალი არის ბრძოლაში იმ ადამიანებმა, ვისაც არ გინდათ რომ იყოთ გათავისუფლებული და გინდათ რომ აქ ჭიათურაში იყოთ დასაქმებულები. ჩვენ აქ კარავში არ გვებედნიერება და არ გვიხარია ცხოვრება. ზუსტად მაგას ველოდებით, რომ ჭიათურელები, რომელიც ჩახედავს მწარე რეალობას თვალებში, სოჭკისგან შემოგდებულ აფიორას, რომ იხდება, ჩვენ ამას ხვდებოდით თებერვალშიც, მარტშიც და აპრილშიც, რომ ჩახედავს თვალებში, აი მაშინ იქნებ მაინც გამოვიდეს ქუჩაში, მაშინ იქნებ მაინც მოინდომოს თავისი ოჯახისთვის. მე ვიცი ახლა ზოგი იმდენად ჩამორჩენილია, რომ დღევანდელი 3000 ლარი ურჩევნია
ვიდრე წლების განმავლობაში იყოს დასაქმებული. ბრძოლა არის გასაგრძელებელი, ბრძოლას ყოველთვისა გაზრი. ეხლა იმ ადამიანებს მიმართავ, ვინც არ მოაწერა ხელი უკანონო რეორგანიზაციას და არის ჰაერში, არც დასაქმებულია, არც ხელი აქვს მოწერილი. არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდეთ მაგ ერთთვიან კომპენსაციას. მე ზეპირად არ გესაუბრებით, ეს ყველაფერი არის დამოუკიდებელ პროფესიონალ იურისტებთან ერთად კარგად გავლილ დამუშავებული თემა, რაზეც მე ახლა გესაუბრებით. და გააქვთ 99.9%-იანი შანსი, რომ ამ კომპანიას მოუგოთ სამართლებრივი დავა. ვისაც ხელი არ მოგიწერიათ უკანონო რეორგანიზაციაზე, ასევე უნდა თქვათ უარი კომპენსაციაზე, ერთი თვის კომპენსაციაზე. და უნდა მოთხოვოთ კომპანიას მოგაწოდოს გათავისუფლების საბუთი. ალბათ ბევრს გემახსოვრებათ, რომ ნატრობდი გათავისუფლების საბუთი მომეც. აი ამ გათავისუფლების საბუთით მიბრძანდებით შემდეგ ადვოკატთან, შეიტანთ სარჩელს და მოუგებთ სასამართლო დავას აუცილებლად კომპანიას. და ყველაზე ძალიან კომპანიას და დამსაქმებლებს ეშინიათ ფულის დაკარგვის. მხოლოდ ფულის დაკარგვის შიშით აკეთებენ ყველაფერს. მეტი ამათან არც მორალი, არც ადამიანური, არც ჰუმანური არ ჭრის. ფულის დაკარგვის შიში მხოლოდ და მხოლოდ. ეხლა უნდა გადავიდე იმ კატეგორიაზე, ვინც თავიდან ბოლომდე გვენდენ და მოგყვებიან ბრძოლაში. ეს კატეგორია არის საკმაოდ ბევრი. ცოტა მოაკდა, მაგრამ 600-ზე მეტი მაინც დავრჩით. ეს არის ის სარჩელები, რომელიც ჩვენ მოვაგროვეთ მინდობილობების სახით და გვაქვს უკვე შეტანილი. იმ კატეგორიას მინდა განსაკუთრებით მოგმართოთ, რომ არანაირი ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ. იმის მიუხედავად, რომ რაღაც პროფკავშირებმა გაავრცელეს ინფორმაცია, სიკეთეში მოიხმარონ ის კომპენსაციას და ის, რასაც გთავაზობენ პროფკავშირები, თვითონ მოიხმარონ და ეხლა რა ხდება რეალურად. პირველ რიგში მარტის და აპრილის თვის 60% ყოველგვარი იურისტის, ადვოკატის, პროფკავშირის, რავიც კიდე რაც გინდა თქვი, უდაოდ გეკუთვნით. ამას არც კომპენსაციაზე ხელის მოწერა ჭირდება და არაფერი. აი დილით რომ ადგებით და უნდა ისაუზმოთ, ზუსტად ესე არის და გეკუთვნით. როგორც ჰაერი გჭირდებათ, ესე გეკუთვნით. ამიტომ მარტის და აპრილის თვის 60% გვეკუთვნის და ამისთვის ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ შესაბამის უწყებებს და მოვვითხოვთ დროულად გამოძიებას, რატომ კავდება ჩვენი კუთვნილი 60%. დამიჯერეთ, ძალიან დროულად მოხდება ეს ყველაფერი კომპანიის წინააღმდეგ, მივიღებთ მარტის და აპრილის 60%-ს და ამის შემდეგ, რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, ასევე შვებულების საკითხს, ასევე მუშა პროცესში დაბრუნების საკითხს. აი ეს ყველაფერი არის წმინდად იურიდიული თემა, რასაც ჩვენი იურისტები ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვევიან და კარგად მიდიან ჯერჯერობით. მე მინდა ყველას იმ ნდობისთვის მადლობა გამოგიცხადოთ, რაც ჩვენს წინაშე გამოიჩინეთ. უბრალოდ ერთი თხოვნა მინდა, რომ ჩვენ აქ ბრძოლას ვაგრძელებთ და საჭიროების შემთხვევაში როცა დაგვჭირდებით, ქუდზე კაცის გამოძახება, იყავით ყურადღებით, რომ ის მოთხოვნები, რაც ჩვენ გვაქვს სამართლიანად, ანუ ჩვენი მთავარი მოთხოვნა, უნდა დაუბრუნდეთ სამსახურებში ეს უკანონო რეორგანიზაცია, სოცკიმ საიდანაც მოიტანა, წაიღოს ისევ იქ. ჩვენ არაფერში არ გვჭირდება, ჩვენ ვართ ჭიათურის შვილები, ამ კომპანიამ 1500 კი არა, ის 3620 ადამიანი, ოღონ ნამდვილი მშრომელი ადამიანი უნდა დააბრუნოს
ისევ ჭიათურაში უნდა დააბრუნოს ის ფინანსური შესაძლებლობები, ისევ ჭიათურაში. გუშინ 58 დღეს ჩვენმა ერთ-ერთმა მებრძოლმა პროტესტის მონაწილემ დაიწყო მშრალი შიმშილობა. აი ახლა სადაც ვიმყოფებით სანატორიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, აი აქ რამოდენიმე დღის წინ სასაცილოა სადირალილოა იყოს ეს ყველაფერი. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები, მერიის თანამშრომლები, რომლებსაც კანონმდებლობა უკრძალავს სხვა სამსახურში პარალელურად დასაქმებას. თურმე ჩვენ და გასაოცრად აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი მერიის თანამშრომელი ყოფილა გაფორმებული ჯორჯიან მანგანეზში და იკვებებოდნენ და იკვებებიან დღემდე აქ დასაქმებული მშრომელი ადამიანების ხარჯზე და იღებენ ხელფასებს. მე მაინტერესებს, სად არის ანტიკორუფციული დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოში, რას აკეთებს, რას იძიებს. ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითია კორუფციის მიმართულებით, მაგრამ თუ რეალურად ერთ თანხმოებაში არ არის წარმოდგენილი ხელისუფალი და კომპანია, ჩვენ არ გვინდა რომ დავიჯეროთ, რომ ერთ თანხმოებაში მოქმედებენ, მაშინ კეთილი ინებოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა და დროულად გააკეთონ რეაგირება, ჩაერთონ სახელმწიფო უწყებები, დაიწყონ ჭიათურაში არსებულ კორუფციულ გარიგებებზე გამოძიება. გამორიცხულია კიდევ და კიდევ თავმეორდები ამაში, რომ ის მონური უღელი, რაც მიხაილ სოცკი განახორციელა ტყიბულში, ჭიათურაში განხორციელდეს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა უკრაინელი ოლიგარქი იქნება აქ და მონურად მიუდგება სიტუაცია ჭიათურაში თუ რუსი ოლიგარქი. წავიდნენ ერთი უკრაინაში და მიხედოს თავის ქვეყანას, სადაც ამდენი წელი 3 წელიწადია ომი მიმდინარეობს და მეორე წავიდეს რუსეთში და რა კორუფციული გარიგებების უნდა ისაწარმოოს ვლადიმერ პუტინთან. ჭიათურაში გამორიცხულია, რაც ტყიბულში განმეორდა და მოხდა, ის მოხდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფმა გიორგი ნეფარიძემ მშრალი შიმშილობა დაიწყო, ის შუქრუთის პროტესტის მონაწილეა. ეს ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის 247 დღეა. მშრომელები სამართლიან პირობებში ცხოვრებასა და დასაქმებას მოითხოვენ, ასევე მათი მთავარი მოთხოვნაა დაკავებული მერაბ სარალიძის, გიორგი ნეფარიძის, აჩიკო ჭუმპურიძისა და თენგო გველესიანის გათავისუფლება. ცნობისათვის ზემოთხსენებული 4 პირი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავეს საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მათ ბრალი დაუმძიმდათ. მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, აჩიკო ჭუმპურიძეს და თენგო გველესიანს კი მონაწილეობას ედავებიან. მათი გათავისუფლების მოთხოვნით ჭიათურაში პროტესტი და შიმშილობა გრძელდება. დილიდან ხმაური იყო თბილისში, სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე. პოლიციასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორპუსიდან ადამიანების გამოსახლების გამო, რასაც ადგილობრივების წინააღმდეგობა მოჰყვა. ერთ-ერთი ადამიანი კორპუსის სახურავზე იყო ასული და იმუქრებოდა, რომ თუ გამოსახლება არ გაჩერდებოდა, გადმოხტებოდა. მაცხოვრებლები მედიასთან ამბობდნენ, რომ კორპუსი კერძო მესაკუთრისაა, რომელიც მათი ინფორმაციითვე ამბობს, რომ შენობა ავარიულია და ის უნდა დაიცალოს. მაცხოვრებელთა უმეტესობა დევნილია. Miriam. გადაიყვანეს მე-11 განყოფილებაში, გზა ჰქონდათ გადაკეტილი. ეს ისინი ასე დავებიან, გზაზე იდგენ და ედავებიან იმას, რასაც ყველას. ავარიული ეს შენობა იყო, როცა დაინშალა კომუნისტური წყობა და მაშინ ლარის საფასურად გაიყიდა. აი მაშინ დევდა ზუსტად ექსპერტიზა, რომ იყო ავარიული, იმიტომ რომ ლარად შესყიდულიყო. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით ძველმა თაობამ, ვისაც რაღაცა ესმის. აი ეს იყო დადებული და ეს აქვს ახლა ხელმოსაჭიდი, ვინაიდან ვაგზალზე მოხდა ეს მდგომარეობა.
და მოხდა აი ეს რაც მოხდა. კაციშვილი აქ არ მოსულა ჩვენთან. არავინ არ შეხვედრია. ბიჭის, ბირხის, კუტებით თუ რჩებით თუ მათლა ყაჩაღები ვართ თუ მშრომელი ხალხი ვართ, კაცი არ მოსულა ჩვენთან. სოციალურად დაუცველები ვართ, მით უმეტეს, ხო? ქალაქიდან გაყარო, ჩვენი ქალაქიდან. და შემოიყვანონ ვიღაც აზერბაიჯანელები და სომხები და ისინი, ხო? ვენაცოლებს უყოლას, მაგრამ ქართველებს გვიშვებენ. თვითონ კალაძე არ არის, სად არის? რომელიც მოვიდეს დაგველაპარაკ. სოციალურად დაუცველებს სახელიდან მყოლ. კაციშვილი არაა, დაკმაყოფილებელი. მიმდინარეობს და ინფორმაციაში. ეს არის ჩვენი პოლიციის სახე. უთიშვილის დედა. ყავს 2 წლის ტყუპები, უფროსი არის 13 წლის. ვეხვეწებოდით ადამიანურად, ძმურად, დურად, მაგრამ ამათ აქვთ ქვის გული, საერთოდ თუ აქვთ გული. უკნიდან გააპარეს, გეგონება ვინმე ნარკოდილერი ყოფილიყო, ან ვინმე საშინელი მოქმედი. იშველეთ, ვითხოვთ დახმარებას. ჩვენთვის არავინ არ არის. ძალადობენ ბავშვი, არც ბავშვები იციან, არც ქალები, არც კაცები. ყველას ხელს არ ტყამენ. ხო არის შენობები აშენებული, სახელმწიფო ხო არის? აი ავდგებით ყველა და აი იქ შევალ და მივიდნენ და გამოგყარონ. სად გვიშვებენ, რო გვიშვებენ? გამოგყარონ. სად არის თბილისის მერი, რო იძახის რო საქართველოში? რო იძახიან რო საქართველოში თავისი ქართველი მოქალაქე ყველა დაკმაყოფილებულია საცხოვრებლად. სად არის თბილისის მერი, რო სიკვდილაში კონდიციონერთან და დანგრეულ შენობებში ხალხი ცხოვრობს? არსად არ გვაქვს ასასვლელი ღიაცის თუ შეიძლება დავშლით აქ და დავწვევი. მე საშუალება, ქირის საშუალება არ მქონდა და იმიტომ შემოვედი აქ. 300 ლარი პენსია მაქვს, წამლებს ვყიდულობ, კიდევაც მაკლდებ. საწავედი არ ვიცი. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანახმად მისამართზე მდებარეობს 5 შენობა შავი კარკასის მდგომარეობით. უწყების განცხადებითვე შენობა ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშია. ამის დასტურად აღსრულების ეროვნული ბიურო ასახელებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც მათ თანახმადვე ცალსახად აღნიშნულია, რომ შენობების მზიდი კედლები დაზიანებულია და არსებობს მათი ნებისმიერ დროს ნგრევის საშიშროება. ბიურო ასევე აცხადებს, რომ მისამართზე მცხოვრებთა შორის დევნილი სტატუსი აქვს 58 ადამიანს. ხალხთან უკვე განხორციელდა გარკვეული სახის მოლაპარაკება და მიიღეს გარკვეული სახის დაკმაყოფილება მათ. დანარჩენ ნაწილთან ახლა მიმდინარეობს და აღსრულების ბიურო ჩართულია უშუალოდ ამ მოლაპარაკებებში. ჩვენი სურვილია მათ შორის სახელმწიფო სხვა უწყებებისაც, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩეს ღიაცის ქვეშ. განხორციელდა არაერთი ვიზიტი და გამთხილებული იქნა არაერთხელ აქ მცხოვრები ადამიანი. აღნიშნული შენობები, რაც ყველაზე მთავარია, წარმოადგენს ავარიულ შენობებს. ამაზე რა თქმა უნდა არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი აღნიშნავს, რომ დაზიანებულია მზიდი კედლები და ყოველდღიურად საშიში ხდება აქ ადამიანების გაჩერება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესებისა და დაცვის დეპარტამენტის ჩართულობითაც თითოეულ ჯერზე შესწავლილი იქნა ყველა მათგანის საჭიროებები, მიმართული იქნა შესაბამის უწყებებთან, ასევე კრედიტორი გამხარე გამოთქვამდა მზადყოფნას სახელმწიფო უწყებებთან ერთად დახმარებოდა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ ხალხს. არსებობს როგორც თავში აღნიშნეს სამხარაულის დასკვნა და შესაბამის აღსრულების ეროვნული ბიურო მოკლებულია შესაძლებლობას შეაჩეროს ან გადადოს აღნიშნული საახსნელო მოქმედება. დღემდე ვერ მოხდა შეიძლება ითქვას მოლაპარაკება, ვერ მივედით კონსენსუსამდე და ვერ მივედით საერთო აზრამდე. აღსრულების ბიუროში ეს იცის ყველამ მოხდა შეხვედრა, მაცხოვრებლებმა გამოყვეს 2 ადამიანი, რომელი ადამიანით საუბრობდა ყველა ადამიანის სახელით. ითხოვეს, გჭირდება ერთვიანი დრო იმისათვის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ერთითვის ვადაში საცხოვრებლების მონახვა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებების წარმოება და მერიის შესაბამის სამსახურებთან შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი ხელით დავწერე განცხადება გადადებასთან დაკავშირებით და გადაიდო დაახლოებით 2 თვით. 2 თვე არის გასული, მოვედით დღეს მდგომარეობით გვაქვს ეს მდგომარეობა, ეს მოცემულობა რაც გვაქვს. დაწყებული არის იძულებითი აღსრულება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაღაცა კუთხით არ ვართ ვალდებულები, მაგრამ თანხმობას ვაცხადებთ და მზაობას ვაცხადებთ, რომ ადამიანები რაღაცა კუთხით მინიმალურით მაინც საცხოვრებელი ფართის ქირაობა რო ავიღოთ მინიმუმ, ამით მაინც რო ადამიანები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ აქაც არ არის ერთსულოვნება, ადამიანები ამბობენ, ადამიანების ჯგუფი ამბობს შემდეგს. ვართ თანახმა, ადამიანების ჯგუფი ამბობს, რომ საერთო თანახმა ვართ. უალტერნატივოდ არანაირი შემოთავაზება არ განიხილება. თუ იქნება ერთსულოვნება,
გამოგვიყონ რამდენიმე ადამიანი, ვისაუბროთ, ყისიერად გადაწყვიტოთ ეს პრობლემა, ქირა იქნება თუ სხვა რაიმე ფინანსური დაკმაყოფილება იქნება, შესაბამის თანხები შეიძლება გამოიყოს ამასთან დაკავშირებით ზაობას გამოთქვათ. თუმცა მდგომარეობა არის ესეთი, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით საკუთრების უფლებასაც დასუჭირდება და იმავდროულად ბუნებრივია აქცენტი უნდა გქონდეს გაკეთებული იმაზე, რომ უსაფრთხო არ არის ამ ადამიანების იმ შენობაში ყოფნა და მათივე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შენობის მდგომარეობა არ იძლევა იქ უსაფრთხოდ ყოფნის შესაძლებლობას და მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, რაც არანაკლებად მნიშვნელოვანია, ეს არის ის გარემოება, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული მოვალეობა, ეს სამართლებრივი სახელმწიფოა და ბუნებრივია, რომ გარკვეული ნორმები მოითხოვს აუცილებლად დაცვა. დევნილებთან მიმართებაში რაც შეიძლება ითქვას, ეს არ არის, რა თქმა უნდა, ეს ყველა მოქალაქე, რომელიც იქ იმყოფება დღეს, ის არ არიან ყველა დევნილები, მათი რიცხვი საბოლოო ჯამში არის 58, რაც იდენტიფიცირებულია, ეს მცირე ნაწილია, რა თქმა უნდა, მთლიანად აქ შესული ადამიანებისა და მათგან უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად ნახევართან მიმართებაში სახელმწიფოს უკვე აქვს საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, კონკრეტული არამც თუ შეთავაზება, არამედ კონკრეტული უძრავი ნივთების გადაცემის თვალსაზრისით ვალდებულება შესრულებული. რაც შეეხება დარჩენილ ნაწილს, დიდ ნაწილთან მიმართებაში, პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობასთან მიმართებაში არის კონკრეტული პროექტები, კონკრეტული განაცხადები, რომელიც განხილვის პროცესშია. თვალჭრელიძის ქუჩაზე დღის მანძილზე დაძაბული ვითარება იყო და გამოსახლება ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილზე 4 პირი დააკავეს. მოსახლეობა აპირებს, რომ ღამე შენობასთან გაათენონ, რადგან მათი თქმით წასასვლელი არსად აქვთ. მართული პარტიის ქართული ოცნების გენერალური მდივანი თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისი შეხედულებით ევროკავშირის ელჩი საქართველოსდან გასაგდებია და ეს მისი დამოკიდებულება და ხედვაა და მასზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გააძევებდა. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის პასუხად უთხრა, რომლებმაც პაվել ჰერჩინსკის კომენტარის განმარტებას თხოვეს. კალაძის თქმით, რა უბედურებაც ქვეყანაში ხდება, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება და რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება იქნება ერთგვარად კარგი ნაბიჯი, რომ დაბრუნდეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე. აპირებს თუ არა, რომ გაათავისუფლოთ პატიმრები, სინდისის პატიმრები. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩისგან, მაგალითად, რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. მე არ ვიცი, როდის გააკეთა ეს განცხადება, თუ მართლა გასაკეთებელია, ქვეყნიდან გასაგდებია. მე თუ მკითხავთ, თუ ამ ტიპის განცხადებას აკეთებს ევროკავშირის ელჩი, როდესაც შენ გყავს კონკრეტული დამნაშავეები და ესეც რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის გაგრძელება არის, რასაც ჩვენ ხედავთ საქართველოსთან მიმართებით. მის სტატუსს იყენებს, მავნებლობს, ცხადია ის ასრულებს დავალებას, რასაც ეუნებიან, იმას აჟღერებს. ეს არის მოცემულობა და ის კადრები გაქვთ ნანახი, რის გამო არიან დაკავებული ეს ადამიანები? უნდა მაქვს კადრები ნანახი, ხელსახოცის როლის გამო, გინების გამო, ამის გამო უნდა იყვნენ. როდესაც ხელკეთებს უთხოვენ, როდესაც პეტარდებს ესვრიან პირდაპირ სახეში პოლიციელებს, რა თქმა უნდა მაქვს და ძალიან მძიმე. ანდრო ჭიჭინაძეონ ისეც ხარდაზე, რეზო კიკნაძე ეს ხალხი ესვრის მოლოტოვის კოქტეილი. გადატრიალების და რევოლუციების გზით არ და ვერ იქნება ქვეყანაში, ყველაფერი მოდის დასავლური ბიუროკრატიიდან. მათი დაფინანსებით, მათი მხარდაჭერით, მათი ფინანსური შესაძლებლობით. რუსეთიდან არა, ბატონო კახი. რუსეთის ცალკე პრობლემაა ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ხშირად არ საუბრობთ, სხვათა შორის ისე ხშირად როგორც შემდგარი ფაქტია, ეს არის მოცემულობა დემოკრატიული ელჩის გაძევება დააყენოთ დღის წესრიგში, ბატონ კახა, გასაგდებიაო თქვით. გასაგდებიაო თქვით ევროკავშირის ელჩზე, თუ ასეთი განცხადება გააკეთოთ, შესაძლოა ეს დააყენოთ დღის წესრიგში. ეს ჩემი დამოკიდებულება არის და ჩემი ხედვა არის, მე კონკრეტულ საკითხს. თქვენზე რო იყოს გააძევებდით მას. ჩემზე რო იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევდი. და პატივი უნდა სცენ პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოებრიობას. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ სააგენტო ინტერპრეს ნიუს განუცხადა, რომ რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის. ელჩი აღნიშნავდა, რომ გარკვეულწილად ევროკავშირს უკვე შეჩერებული აქვს უვიზო რეჟიმი საქართველოსთან, რაც იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს აღარ შეუძლიათ უვიზო მიმოსვლა. თუმცა ევროკომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 1 სექტემბრიდან მოსალოდნელია, რომ ვიზის გარეშე ვერც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში წასვლას.
ანა დოლიძე და მისი პარტია ხალხისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა არც ბოიკოტს უერთდება. ამის შესახებ განცხადება ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა. პარტია ხალხისთვის თავმჯდომარე 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს მსხვერპლ შეწირვას უწოდებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია. პარტია გეგმავს, რომ ძალები ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნებისკენ მიმართოს. ჩვენს წინაშე არის დღეს 4 ოქტომბრამდე ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების, შრომის, უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის და დასვენების უფლება ჩვენს პარტნიორ სივრცეში, ჩვენს სამომავლო სახლში, ევროკავშირში. უვიზო მიმოსვლა ჩვენია და ის მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ხალხს ეკუთვნის. ჩვენ მოვახმართ ჩვენ ძალებს თავიდან ბოლომდე იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული პერსონალურად. საქართველოდან უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე გააძევეს, მათ შორის არიან იორდანიის, ეგვიპტის, პაკისტანის, ინდოეთის და თურქეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგინილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. ნუ ვიფიქრებთ, გაუძლებს კიწვრილი თოკი ჩვენს სიმძიმეს. ჩემს მომდევნო ცხოვრებაში ზღვას თვალს არ მოვწყვეთ, ოქროსფერ ქვიშას მოვეფერები. იმედია ჩემი დღეს 24 ივლისს ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის ქეთი ბერძენიშვილის დაბადების დღეა. ქეთი 53 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრები, მეგობრები და ნაცნობები დღეს ქეთის საფლავთან შეიკრიბნენ. შემდეგ კი პრესის სახლის შენობის გვერდით არსებულ სკვერში ჟურნალისტის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრნენ. ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი ავადმყოფობის შემდეგ 2023 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე ათეული წელი ეწეოდა ჟურნალისტ საქმიანობას. იყო რადიო ძველი ქალაქის ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური მოქალაქე.